ჩვენ შევედით ისეთ დროში, სადაც უნდა შევეგუოთ იმ მოცემულობას, რომ არ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, არ ვცხოვრობთ მათ შორის არც ჰიბრიდულ დემოკრატიაში, ვცხოვრობთ ავტორიტარიზმში და ავტორიტარიზმში ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა იყოს მკაფიო, იყოს ცალსახა, არ ექვემდებარებოდეს ინტერპრეტაციას. ნიღბებიც და იმდრიდელი მარშიც იყო ამის აქტი, ამის ჩვენება, ამის დემონსტრირება. და ნიღბები იქნება ის მინიმალური სიმბოლო ამ წინააღმდეგობისაც შენარჩუნდება მომავალშიც. ესეთი სიმბოლოები ბევრად უფრო კომიკურს წარმოაჩენს რეჟიმს, თუმცა ეს კომიკურობა არ ნიშნავს, რომ ისინი სუსტები არიან. ძალიან რთულ ბრძოლაში ვართ შესულები, ეს არის რაღაც მინიმალური, ჯერ რაც გზად შევხვდა, ბევრად დიდი წინააღმდეგობა გველის ჩვენ მათგან და მათ ჩვენგან. არ ვიცი, ხო, მგონია თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის თანმიმდევრულობა გამოიხატება იმაში, რომ შემდეგ აქციაზეც აუცილებლად ნიღბით ვიქნები გამოცხადებული და თანმიმდევრულობა გამოიხატება იმაში, რომ არალეგიტიმური შუს მოთხოვნას და დაკმაყოფილებულს მათი დაქვემდებარებული სასამართლოს მიერ არ ვემორჩილები, შესაბამისად ის ჯარიმაც ჩემთვის არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, ძალიან სასაცილო, არც ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ეს არის მინიმუმი, რის გაკეთება ჩემი.